ბიუჯეტი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბიენად მესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. თბილისის მერია ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ობიექტების მშენებლობასა და მათ შორის განათლების პროექტებზე იმაზე ნაკლებს დახარჯავს ვიდრე წელს. კახა კალაძემ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა. სწორედ ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, კეთილმოწყობის და ავარიული შენობების გამაგრებისთვის წელს 93.5 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება. ეს იმ ფონზე, როდესაც ავარიული სახლების პრობლემა უმწვავესია და შენობების ნაწილი ნგრევის პირასაა მისული. კალაძე ამის გამართლებას იწყებს, რომ ეს არის რაღაცა ჩანაცვლებით ახალ პროგრამას იწყებს და ანუ ბიუჯეტიდან ფულს ნაკლებად დახარჯავს და კომპანიების ინტერესს გააჩენს, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროექტიც მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით. კალაძის შემოთავაზებული ტემპით თუ მიმსჯელებთ, ავარიული სახლების პრობლემა საქართველოში დაახლოებით 100 წლის შემდეგ გადაწყდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბიუჯეტიდანაც თანხა გაიზარდოს ავარიული სახლების გასამაგრებლად და ასევე ძალიან სწრაფ ტემპში წავიდეს ის პროგრამა, რომელსაც ასე ვთქვათ ჩანაცვლების პროგრამას ეძახის. თბილისის მერმა დღეს თქვა, რომ მომავალი წლიდან იმ დაპირებას შეასრულებს, რაც არჩევნების წინ გასცა, თუმცა კალაძის ჩამონათვალში არ არის მეტრო. არადა არჩევნების წინ მერი 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობას დაგვპირდა ვარკეთილსა და გლდანში. 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 419.920.000 ლარი და გულისხმობს ყველა დაპირებულ მსხვილ პროექტს, მაგალითად, ეგრეთ წოდებული სამხედრო ქალაქის პარკი, მისი განახლება, რეაბილიტაცია, სრული მოწესრიგება, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სხვა. სად გაქრა მეტროს დაპირება? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების წინ კალაძე ახალი მეტროსადგურების მშენებლობას პირდება, შემდეგ კი ეს დაპირება ქრება. წინა არჩევნების დროს კალაძე მეტროს ახალი ხაზების გაყვანას პირდებოდა ლილოსა და დიდიღომში, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს ტყუილი იყო. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ვერ მოხდა ახალი მეტროსადგურების მშენებლობის დაფინანსება. მისი მერობის 8 წლის განმავლობაში კახა კალაძეს თბილისელების ჯიბიდან დახარჯული აქვს დაახლოებით 10 მილიარდი ლარი და ვერავინ იტყვის, რომ ეს თანხა მოხმარდა ჩვენ ქალაქში არსებული ცხოვრების საგრძნობლად გაუმჯობესებას. ამ პრობლემების მოგვარებისკენ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული, მაგრამ რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ამ ბიუჯეტის ძალიან არასწორად და არაკვალიფიციურად დაგეგმვა და განხორციელება ხდება ხოლმე, რაზე პასუხისმგებელიც არის ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით 104 მილიონი ლარით ნაკლებს დახარჯავს მერია ინფრასტრუქტურის განვითარებაში. განათლების პროგრამაზე კი მერია გეგმავს 300 მილიონის დახარჯვას, რაც 58 მილიონი ლარით ნაკლებია. ოპოზიციისთვის ცხადია, რომ კალაძის დაპირებები დაპირებად რჩება. მოტივი, რის გამოც მომდევნო წლის ბიუჯეტი მოსახლეობის მთავარ პრობლემებზე არ არის გათვლილი, უკავშირდება ერთი მხრივ იმას, რომ საარჩევნო წელი არ არის და კალაძემ ამ მომრჩეველზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ზოგადად რაც უფრო ნაკლები ფული ექნება ამ ადამიანებს დასახარჯად უკეთესია, უბრალოდ მე ხა მგონია, რომ არასაარჩევნო წელია და ზოგადად ეს აისახება კიდეც იმ პროექტებზე, რასაც ახორციელებენ, მაგალითად იმ გასაცემი თანხების რიცხვი არის შემცირებული, რასაც გასცემენ ხოლმე იმ ხალხზე, ვისაც უნდათ, რომ ზოგადად ხმა მისცენ არჩევნებზე. კარგი იქნება თუ პირდაპირ გაწერენ კორუფციაზე რამდენი უნდა დაიხარჯოს აქედან და მე და ჩვენც უფრო მარტივად მივხვდებით, რამდენი დარჩებათ ადამიანებს კონკრეტულად დასახარჯება. თბილისის ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდ ლარამდე შემცირდა. შეიძლება მოხდეს ცვლილებებიც. ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.